ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას სატიტულო ბრძოლაზე უარი უთხრა. ყოველ შემთხვევაში ამას იუწყება რუსული ონლაინ გამოცემა TASS-ი, სადაც გასულ საღამოს დაიწერა, რომ მახაჩევის გუნდმა ილიასთან ჩხუბზე უარი თქვა. ისლამმა არ მისცა დასტური ამ ჩხუბს. ის ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ილიას ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი მსუბუქწონაში. ცხადია, მას შემდეგ რაც ილიამ გამოათავისუფლა ქვემსუბუქწონაში ქამარი და 155-ში ავიდა. ამით თითქოს გამოიკვეთა კონტურები, რომ ორგანიზაცია სწორედ მახაჩევი თოფურიას დაპირისპირებას ამზადებდა. თუმცა ამ მედალსაც ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ ილიას თავის წონაში ერთზე მეტი დაცვა არ ჰქონია ქამარზე და არ დაუმერცხებია ასევე არც სხვა კონტენდერები, მაგრამ მეორე მხრივ ვის ეკუთვნის ამ მონაცემებით ქამარზე ჩხუბი მსუბუქწონაში, თუ არა სწორედ ილია თოფურიას. თუ დენა ვაიტს დაუჯერებთ, არმან სარუკიანს კვლავ მოუწევს დაიმსახუროს ეს ბრძოლა. შესაბამისად, სარუკიანი მახაჩევთან გამოირიცხა. რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირას, მის გარშემო ამჯერად ყველაზე ნაკლები საუბარია. ჩენდლერის დამარცხებით პირდაპირ ქამარზე გასვლა ამ წამს მგონი რთულად არის წარმოსადგენი. ანუ რა გამოდის, ჯასტინ გეიჯი? და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ესე იგი კიდევ ერთ დაუმსახურებელ კონტენდერს ვნახავთ ტიტულზე. სწორად გამიგეთ, ამ შემთხვევაში არაფერი მაქვს საწინააღმდეგო გეიჯისა, რომელიც ნამდვილი ვეტერანია ამ წონაში. უბრალოდ რაფაელ ფიზიევის, რომელიც მე-11 ადგილზეა დამარცხებით, ქამარზე ჩხუბი ცოტა არარეალური მგონია. მით უფრო რომ ფიზიევამდე იგი ჰოლოვეიმ გათიშა. ერთმოგებიანი სერიით პირდაპირ ქამარზე, რა ვიცი აბა, თუმცა ასეთი რამ უკვე რეალურად მაინც გვაქვს ნანახი. ლოგიურად გაუშვეს პორიე მახაჩევთან. მაშინ, როდესაც ჯერ ჯასტინმა გათიშა დასტინი და შემდეგ ტოპ 10-ის მიღმა მყოფი ბენუა სენდენი დაამარცხა. იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა გეიჯისთან მიმართებითაც. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ წარმოგიდგენიათ, რამდენად მარტივად დააფინიშებს მახაჩევი გეიჯის. აი რა წამსაც გეიჯი ძირს აღმოჩნდება, იქვე ეს ჩხუბი არის დამთავრებული. ეს კინოც უკვე ნანახი გვაქვს 2020-ში ხაბიბთან ბრძოლის დროს. ფანებს გვინდა ილია ისლამი და არა ისლამი ჯასტინი და მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა აქ კიდევ ერთი ფაქტორია. ეს უარი პირდაპირ ისლამის პირიდან არ მოდის. მისი გუნდი საუბრობს ისლამის სახელით და სავსეებით შესაძლებელია, რომ მახაჩევი პირველ ჯერზე დათანხმებული იყო ამ ბრძოლას, თუმცა შემდგომ მისმა გუნდმა გადაარწმუნა, რომ ეთქვა უარი. და მოდი აქვე გავიხსენოთ მახაჩევის სიტყვები, რომელიც სხვათა შორის არის UFC-ს შენობის კედლებზე აღმოჭრილი. რას წარმოადგენს ქამარი? ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ მსოფლიოში საუკეთესო და თუ საუკეთესო ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დგას შენ პირისპირ ოქტაგონზე. რას ვამბობ მე? არა? არასოდეს. გამოდის, რომ მახაჩევი თავისსავე სიტყვებს ეწინააღმდეგება. როგორც უკვე ვთქვით, მედალს აქაც აქვს ორი მხარე. რა რჩება ამ დროისთვის ილიასთვის დივიზიონში? თუ მახაჩევს მისცემენ გეიჯის, რაზეც სხვათა შორის დენა ვაიტს უარი ნამდვილად არ უთქვამს. He ranked right now 4th or something, right? Third. Yeah, third. There you go. He's still the number 3 ranked guy in the world, so the odds of him getting a title shot are pretty good. გამოდის, რომ ილიასთვის რჩება სარუკიანი, ოლივეირა და ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ალბათ დასტინ პორიე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ვარიანტები გამოავლენს ნომერ პირველ კონტენდერს. ყოველ შემთხვევაში საიმისოდ, რომ ის მწვერვალები დაიპყროს, მან აუცილებლად უნდა დაამარცხოს მახაჩევი. ეს ყველაფერი კი, როგორც ჩანს, ერთი ბრძოლის ჩატარების შემდეგ მოხდება. ცხადია, რომ ილიას არ მოაცდენენ ისეთ მებრძოლებზე, როგორიც არიან მაგალითად მატეუშ გამროტი, ბენელ დარიუში, ანდა დენ ჰუკერი და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ, დამიწერეთ კომენტარებში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენი აზრით, ვისთან აქვს ყველაზე დიდი შანსი ილიას და რატომ? მომდევნო ვიდეოებში მოდი სწორედ ამ ბრძოლებზე ვისაუბროთ და განვიხილოთ. ან იქნებს სულაც პედი პიმბლეთს ამზადებენ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ ქამარზე. ფაქტია, რომ ეს დივიზიონი ბერდება და ახალი სისხლია საჭირო. ისე იგი წარმოიდგინეთ ილიას რეზიუმე. ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ვინმე ნებისმიერი და შემდეგ უკვე მახაჩევი. რაღა დარჩება მისთვის ამ სპორტში? გამოდის, რომ MMA თავიდან ბოლომდე დახურა.